შოკის მონგრელი მოვლენების განვითარებით გაერთიანებული სამეფოდან მუსლიმების მასობრივი გადინება დაიწყო, რადგან მათ თვითდეპორტაცია დაიწყეს. ამ ეტაპზე გთხოვთ ვიმემ დამეხმარეთ და ამ ქვეყანიდან გამიყვანეთ. აი ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც აგრძელებს იმის თქმას, რომ აპირებს ჩემს დეპორტაციას. პირდაპირ გეკითხებით ახლა, შეგიძლიათ ეს გააკეთოთ. რადგან დიახ, ჩვენ სიამოვნებით გავგზავნით ჩვენს მისამართს და სახელს, გავაგზავნით ჩვენს ინფორმაციას. საქმეს შეუდგებით, ძვირფასო. ისე მიდის აქ ყველაფერი, ისე მიდის ეს ქვეყანა. ისე ვართ ყველა გაბანძებული. ჩვენ აღარ გვაქვს საზოგადოება, აღარ გვაქვს სოლიდარობა, აღარ გვაინტერესებს ერთმანეთი. გფაო შეგიძლია დამეხმარო და სახლში დამაბრუნო. გულისხმობ, შემიძლია გითხრა, რომ თუ უბრალოდ GoFundMe-ს გახსნი, მარტო ჩვენი მიმდევრები აქედან დაგეხმარებიან, რომ იმ ქვეყნიდან თავი დააღწიო და წახვიდე სადაც გინდა. საკმარისია ხალხის გონზე მოყვანის და გაერთიანების მცდელობა. იცი, ტანის სფერის მიუხედავად. ხალხის გაერთიანება ერთ-ერთი ყველაზე რთული რამაა. ასე რომ მოვჭი. და ხო, ვინმე შეუძლია უბრალოდ სწრაფად დაურეკოს ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს და გამიშვას, რომ სახლში დაუბრუნდე. იცი, ამ ყოველფრის ირონია ისაა, რომ რა თქმა უნდა, სხვებს უნდა მოუვარონ მას და ყოველფერი მის ნაცვლად გააკეთონ, არა თვითონ ვერ დაჯავშნის ბილეთს და ვერ გადავა. სჭირდება, რომ სხვებმა მოუვარონ და ყოველფერი გააკეთონ მისთვის. და სხვათა შორის ის ერთადერთი არაა, როგორც ჩანს, ისინი ასევე სურთ, რომ ეს თვითდეპორტაცია დაფინანსდეს დიდი ბრიტანეთის მიერ. ხო, ეს საკმარისი არ არის. ისინი მოვიდნენ და შეეცადნენ შემოჭრას და ეხო ხდებიან, რომ მოიცადე, ეს შემოჭრა შეიძლება ისე მარტივად არ წარიმართოს, როგორც გვეგონა. ეხლა უნდათ, რომ შენ მათი წასვლა დააფინანსო. ზუსტად ისაა, რასაც ელოდებოდი. ამ ეტაპზე ეს უკვე არც კი არის გასაკვირი. ანუ ნახე ეს თავხედური, წუწუნა, საზიზღარი ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ყველაფერი ეკუთვნით, ამას ვერ ვიტან. აი, ჩემი პატარა გზავნილი, უკიდურეს მემარჯვენეებისთვის. თუ გინდათ, რომ თქვენი ქვეყნიდან წავიდე, მიყიდეთ ცალმხრივი ბილეთი, საცხოვრებელი დამიფინანსეთ და სამუდამოდ აღარ შეგაწუხებთ. იმიტომ რომ გპირდებით, ჩემი ქვეყანა ბევრად უკეთესია ვიდრე ეს. უბრალოდ უიღბლო ვიყავი, რომ აქ დავიბადე. ეს ქვეყანა თქვენზე მეტად მძულს, მაგრამ გადამიხადეთ ყველაფერი და წავალ. გპირდებით ხვალისთვის დაჯავშნეთ, მართლა. ველმო ქვეყანაზე საუბრობთ, იმიტომ რომ ისე ლაპარაკობთ, თითქოს დიდი ბრიტანეთიდან ხართ ისე ჟღერს, თითქოს იქ დაიბადეთ. და ამბობთ, ხო, ქვეყანა საიდანაც ვარ, ბევრად უკეთესია ვიდრე ეს ადგილი. საოცარია, როგორ მოდიან ეს ადამიანები, მოდიან და ცდილობენ ყველაფრის ხელში ჩაგდებას. თან ამ დროს ამტკიცებენ, რომ იქ საიდანაც არიან, ყველაფერი ბევრად უკეთესია. ხო, ასე ჩანს, რომ ეს შეიძლება მართლა ასე იყოს, რადგან ინგლისში პოლიტიკა ისე ვითარდება, რომ აირჩიეს ეს სასაცილო ადამიანი, ან არა ურჩევიათ, Keir Starmer-მა გადადგა და ახლა მოდის ახალი ადამიანი, რომელიც Keir Starmer-ზე კიდევ უფრო უარესია. რეფორმა და ბრიტანეთის აღდგენა წარმატებას მიაღწევენ შემდეგ არჩევნებში და ისინი ცვლილებებს შეიტანენ გაერთიანებულ სამეფოში. და ამ ადამიანებიდან სულ უფრო და უფრო მეტი იწყებს ამის გაცნობიერებას.